ეს აღხსენება დიდისა მოწამისა ევსტათი ვაკიძას და მისი წმინდა ოჯახის სწავლის და ორი ძე ჰყავდა ევსტათის სუპერა მოწამენია ევსტათი იყო პირველ საუკუნეში ცხოვრობდა ფენიციკრამ დროს რომის იმპერიის დიდებამ ზენას მიაღწია და აი ეს მატერიალური სიმდიდრე რაც ამბობ დაგროვდა იყო უზარმაზარი სიმდიდრე ყველაზე უფრო აღმატებული რაც კი შემდგომ და მანამდე რომის იმპერიაში არსებობდა ეს იყო ევსტათი პარტიტას დამსახურება ის იყო მხედართმთავარი იმპერიის და მისმა უდიდესმა ნიჭმა მხედართმთავარმა გაერთიანა შემოიმტკიცა კიდევ ბევრი წაწმალი დაუბრუნა და შემოიმტკიცა ახალი რომის იმპერიას და ევსტათი იყო გასაგებია რაღაც ციკლებოდა და როგორი ადამიანი როგორი წარმატებული როგორი პატივცემული რომში როგორ ეყარებოდა და რაღაც ციკლებობა იყო ევსტათი და ოღონდ არ იყო ქრისტიანი და როდესაც იგი მოიქცა ქრისტიანობას, როდესაც მიიღო ქრისტიანობა. მანამდე იგი კეთილი კაცი იყო, მოწყალე კაცი იყო. აი ერთ-ერთი მიზეზი რაღაც მერქმა დაუშვა მისი მოქცევა, მისი ესე იგი შეწყალება ზოგიერთ ცხოვრებაში იყო აი ეს დიდი მოწყალება, რომელსაც დასცემდა იგი ბლახაკთათვის და მეუღლებზე, ესე იგი გარისკაცებზე გასცემდა ეს საოცარი კაცი. და როგორ მოიქცა ქრისტიანობას და როგორი ცხოვრება გამო დიდი ტანჯვა წამება და ბოლოს მოწამეობრივი ცხოვრება დაასრულა და შეიძლება ზოგიერთმა თქვას რატომ ისთვის მოხდეს ის ჩემული მერქმა რატომ დაუშვა ესე იტანჯა და ესე ტანჯვა წამებით გავიდა უცხოეთში ჩვენ მალოთა და ხშირა ვივიწყებთ ის დანაბარებს ის აქტმას ორიენტაცია ამ ქვეყნის უსუქით და ამიტომ მერე ვერევა და ვეღარ საზღვრა რა არის სწორი და რა ზოგი ამბობს რატომ არ გვაქვს სულთანი და ცხოვრებას ქრისტიანებს და საერთოდ არჯობია რომ ვიყოთ ამ ცხოვრებაში ლაღად და ასე შემდეგ ზმანდა და ლაღი ცხოვრება ასაკუთრებით დიდი სიმდიდრით ცხოვრება კულტურაში ცხოვრება აი ეს დიდი სიმდიდრე არის ადამიანის ყველაზე დიდი მტერი არც კიბო არც ნარკომანია არც არაფერი არ შეიძლება აი ამ საშინელებას როგორც არის დიდი სიმდიდრე რისკენად სამწუხარო ყოველი ადამიანი მიისწრაფის და მათი ჩვენი ოცნება ეს არის რომ როგორ დიდი სიმდიდრე ვიშოვოთ და ეს არის პირველი შეიძლება კიბო გინდოდეს კაც ავადმყოფობა გინდოდეს შეიძლება ამაზე ვარის ზმანდა მაგრამ იმდენად დაბნელებს ჩვენი გონება ამ მატერიალურ ჯანმრთელობას რომ აი ახლა რასაც მე ვამბობ ეს არ გიჯერა პირიქით ვამბობ აი არა ამდენ სიმდიდრის პატრონი რომ ვიყო რამდენი პრობლემა გადაწყდებოდა თვით სოლომონ ბრძენი მასზე დიდი სიმდიდრე ამ ქვეყნად არ მისვლოდა როდესაც მიიღო უდიდესი სიმდიდრე დაბრუნდა სულიერ და იღუპებოდა და გადარჩა მხოლოდ იმით სინამდვილით და აი ამის უარყოფით რომ ეს სიმდიდრე აღარ ქონებოდა ამ მისი მიმართულება სიმდიდრის საქმეში მიმართება ისეთი ყოფილიყო აი როგორც ვითარცა ხარი და მე შემდგომ ისე დაზიანდა სოლომონი რომ ესე ლოცულობდა უფალ მიხსენ სიმდიდრისგან და მიხსენ გაჭირებისგან ესე სიღარიბისგან ესე ლოცულობდა ეს უდიდეს სოლომონზე და
ჩვენ გავიწყდება ეს ქვეყანა არ არის სამოქის ადამი და ყოველთვის ისე მიქცევ. ყოველთვის ეს კანცელებული ისე აკეთებს, რომ როგორმე აქ მოაწყოს მარადიული ცხოვრება, აქ მოაწყოს, ესე იგი, ნეტარი ცხოვრება, ეს სამოქეთ არასდროს არაფერი არ გამოსულა ჩვენი ისტორიიდან გამოსულა. არასდროს ყოველთვის იქნება, ეხლაც არის და მომავალშიც იქნება, მაგრამ ეს ტვინი არის მანამდე. ეს იქნება მხოლოდ კინოში, ეს იქნება მხოლოდ რეკლამაში, ეს იქნება მხოლოდ ოცნებაში, რეალური ცხოვრების ფაქტი. ამიტომ მე ესიაქვს. ამიტომ მომდანო ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ განვახდეთ, ეს განახებაც განჯოწამება. აი მაგალითად, ვინც დაიწყებს მუშობას, ჩავარდება დიდ ცოდვაში, ის საჯებს მიიღებს და ძალიან მალე ჯერ სულ გამოიფიქრება, სულიერად. და ესეთი ხალხი, ვინც მემუშენი არიან და არ იკავებენ თავს და გადაშვებული არიან, ძალიან ხშირად თავს იკლავენ. ან კლავებს ან დიდი უბედურება ემართება. აი, ამიტომ თქვა, ორი გამაღებული ცხოვრება და ნარკომანიაში გადავეშვა ეს რა უბედურებაც ახობით. კიდე რა შეიძლება ცხოვრება ჩავყვა, მოთობა, სმა და გადაშვება საშინელ ცხოვრებაში, ესე სულ მალე ადამიანს მიყვანს უდიდეს უბედურება. ასე რომ ახი ცხოვრება ბედნიერება კი არა, არის უბედურება. ხოლო თავშეკავებული ცხოვრება, ის იმედი წმენით სიარული, ეს ქვეყანა არ არის სამოთხის ათლი, მაინც უამრავი პრობლემა, მაგრამ მე ამხედა წმენა, შენ გაწევს ვერთან შეერთებული, შენ ყველა პრობლემას გაწევს. თორემ, აი, ეხლა ჩვენ ვხვდებით უდები პატიმრებს და როგორი საქმეა? დაპატიმრება 12 წლის ესეთი დაიჭდეთ ციხეში და ვინც მოწუნია, ყველა ცოდვა საპატიმროში, ვინც მოწუნია, იმათ აუჭირდა ხედა, ყველას უჭირს, მაგრამ გაცილებით, უფრო ადვილია, გაცილებით, აი 80% პირდი უკვე გეხსნა. და ამიტომ არის ვინც უცნუა, გიშდება ისეთი დიდი ტანჯვაწამება და ისეთი რომ უყურებენ მოწუნებს, იმ წავს ეძახებენ ისეთი ძვრებს, რომ დაიწყოთ ეს იმათი შეფერება. დებია, რომ მათ იმდენად ავიჭირა, რამდენად და წაიუწუნო ადამიანს. აი ესე გაჭირებაში. ასე რომ, თვალო და დანა ის მოპოდ და სწორი ორიენტაცია და იქნება ცხოვრება. თორე აბა რა გაუძლებს ამ ცხოვრებას? მოხედავთ, როგორ რთულია და როგორ უფრო და უფრო რთულდება. ყველგან თეთრ დედამიწის ყოველ კუთხე კუნძულში. და ის ვინც მოწუნია, ის ვინც შეშმართ მართლმადიდებელი, ის ბედნიერია. იმას არ გაუჭირდება. თვით ეხლა ძალიან ბევრი წამს იქნება სოფლიო ომი მესამე და აირევა ყველაფერი. აი ეს დიდი უბედურება მოხდება. ხო? მოწუნესთვის ესეც კი გადასახადი იქნება შედარებით ადვილად. უწუნოსთვის ეს ამხელად ტრაგედია. გახსოვთ იტალიანს იქნება ომები, გაიგონებთ ამბავს ომების, ბრძოლების, მაგრამ ნუ შეწუნდება წმენი ისა და წმენი ჩემდა ეს სიტყვები მივიდა. იმ წამს რომ მერთან გვექნება კავშირი, იმ წამს რომ ის პარლამენტის მეშვიდები და არაფერი აღარ შემეშინდება, არაფერი ვეღარ შემაშინდება. ზმანობა და ჩვენ ზიარების წინ ითხოვთ ესეთ ლოცვას. სამსუქალო დაგვეცვა შენთან შეშმარდა ქრისტე ძერფისა მსხვილი სოფლა ცოდვითა ცხოვრება, რომელთაგან პირველი მელა. ეს პავლე მოციქულის სიკვდილია. ცოდვითაგან რომელთაგან პირველი მელა. დასნიშნა ზოგი ველები, როგორ შეიძლება ამბობს ზოგი, რომ აი მე ვი ცოდვილი ვარ, ყველაზე უფრო ცოდვილი მელა. ეს როგორ შეიძლება? აი ამბობს ზოგიერთი. აი იქ ვიღაც ვარდია როთი იმაზე ცოდვილი ვარ. აი ეს მემუშენი ვარი და სულ გუშინ ხედავ მე ხო ისეთი არა ვარ, ეს არა.